ჟორჟ მიქაუტაძე ბარსელონაშიო. ბოლო დღეებია უცხოური მედია ამ ინფორმაციას სულ უფრო ხშირად და ხშირად ახსენებს. ჯერ იყო და The Athletic-მა დაწერა, რომ ჟორჟი იდეალური ვარიანტია ბარსელონასთვის, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც ჩანს, ალვარესის ტრანსფერი არ გამოდის. შემდეგ კი ესპანელმა ინსაიდერმა ხავი მარტინესმა ისიც კი დაწერა, რომ ფლიქს და ჟორჟ შორის სულაც უშუალო საუბარი შედგა ამ ტრანსფერთან დაკავშირებით. რამდენად რეალურია ეს ყველაფერი? რამდენად რეალურია, რომ ჟორჟი მართლაც აღმოჩნდეს ბარსელონაში? ის რომ ალვარესის ტრანსფერი ბარსელონას არ გამოუვა, ეს მე მგონი 100%-იანია. გამომდინარე იქიდან, რომ ატლეტიკოს პრეზიდენტი გამოვიდა და საჯაროდ განაცხადა, არავითარ შემთხვევაში ბარსელონაში არ გავყიდით ალვარესო, ამის შემდეგ, რომ გაყიდოს, წარმოიდგინეთ იქ რა მოხდება მადრიდელი გულშემატკივრების რეაქცია. ასე რომ მე მგონი ექსაგა დახურულია, ალვარესი ბარსაში არ იქნება. ამავდროულად ჟორჟი განსხვავებით დაუშვათ იგივე ტიპის ფორვარდებისგან, როგორც არის მაგალითად ლაუტარო მარტინესი, ხო? ბევრად უფრო იაფი დაუჯდება ბარსელონას. 60 მაქსიმუმ 70 მილიონად წესით ეს ტრანსფერი მარტივად უნდა განხორციელდეს. მით უმეტეს თუ ფერან ტორესი მართლაც დატოვებს კატალონიურ გუნდს, ჟორჟის იქ აღმოჩენა ალბათ კიდევ უფრო რეალური გახდება. ასეა თუ ისე, ჯერჯერობით ბარსელონა როდრის ტრანსფერზე არის კონცენტრირებული. ესპანელი ნახევარმცველის გადმობირებაზე მუშაობენ და ალბათ უნდა დაველოდოთ, სანამ ეგ ამბავი დაიხურება და გადაწყდება. მას შემდეგ უკვე გადაერთვებიან ფორვარდის საკითხზე. და ნახოთ. რეალური შანსია მოკლედ იმისა, რომ PSG-ს და ლივერპულის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი სულაც ბარსელონაშიც გყავდეს. მოკლედ წარმატებები ჟორჟს.